როგორც მოსალოდნელი იყო, ნაადრევი აღმოჩნდა ქართული ოცნების ლიდერების, ქართული ოცნების რიგითი წევრების, ქართული ოცნების მომხრეების, ქართული ოცნების ამომრჩევლების, ეგრეთ წოდებული ექსპერტების და ტროლების და პროპაგანდის ჟივილ-ხივილი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დამარცხდა. რომ უკრაინა გამოუვალ მდგომარეობაშია, უკრაინა მიატოვა თუ გადააგდო შეერთებულმა შტატებმა კონკრეტულად და ზოგადად დასავლეთმა, რომ ევროპა უბიძგებს უკრაინას ომის გაგრძელებისაკენ, ხოლო ოკეანგაღმა, ლაჟვარდოვან ოკეანგაღმა არსებული ქვეყანა, შეერთებული შტატები და კონკრეტულად პრეზიდენტი ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია კი ითხოვენ და მოითხოვენ, რომ ხელი მოაწეროს მაინც და მაინც ზელენსკიმ და მაინც და მაინც 27 ნოემბერს და მაინც და მაინც 28 მუხლიან თუ პუნქტიან შეთანხმებას და ეს კი იქნება რუსეთის გამარჯვება და უკრაინას არც უნდა დაეწყო ომი, რაც არც დაუწყია, არც უნდა შეჰყოლოდა რუსეთს და ჩვენ ხოლ ვამბობდით, რომ უკრაინა განადგურდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა არ გიამბობთ დეტალების თაობაზე, რა მოხდა ამ 48 საათში, ცოტა მეტში, 60 საათში. როგორ განვითარდა მოვლენები. მე ძალიან ფაქიზი თემაა, ძალიან მრავალასპექტიანი თემაა. ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია და ანალიზი კეთდება ამასთან დაკავშირებით, ვისი ბრალია, ვიტკოფის ბრალია თუ არა, უშუალოდ ვიტკოფის ბრალია თუ არა ტრამპთან ერთად, რა შუაშია ამ ყველაფერთან რუბიო გააკეთა თუ არა თავად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, ტრამპმა გააკეთა თუ არა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, ხომ არ აჩქარდა ვიტკოფი, კირილ დიმიტრიევი, რუსეთის სპეცსარომადგენელი, რა კავშირშია ამ ყველაფერთან, ეს შეხვედრა კირილ დიმიტრიევ ვიტკოფ უმეროვი, რომელიც გაიმართა, რა ნიუანსები იყო, ამ ყველაფერთან რა კავშირშია ის კორუფციული სკანდალი, უმნიშვნელოვანესი ცხადია უკრაინის მასშტაბით და ომში ყოფი ქვეყნისათვის. ამ ყველაფერთან რა კავშირშია, ვინ გაიტანა ინფორმაცია 28 პუნქტის არსებობის თაობაზე, ამ რედაქციით 28 პუნქტის არსებობის თაობაზე, მე არ გიამბობთ არც იმას, ევროპელები როგორ იყვნენ ჩართულები. ნახეთ, უკვე დავასახელე ერთით 15 ქვესაკითხი და 15 ქვესაკითხზე 15 წინადადება რომ წარმოთქვა და თითოეულს რომ დაუთმო 2 წუთი, უკვე გამოდის, ამდენად ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მიკარნახებდა, უკვე გამოდის 30 წუთი თუ მეტი, მათემატიკაში თვალძლიერი არ ვიყავი მეთქი, ასე ვიტყვი. მოკლედ, ბევრი გამოდის და ამას კიდევ უნდა დაუბატო დღევანდელი ვითარების მიმოხილვა ახსნა და საათიან ვიდეოს აბა ვინ გაუჩერდებით, რაც არ უნდა საინტერესოდ ვისაუბრო, ახლა რაც არ უნდა სწორი მართებული აქცენტები გავაკეთო. ამიტომ თქვენის ნებართვით ამ 48 საათს კი არ გამოვტოვებ მაინც და მაინც, კი არ უკუვაგდებ მაინც და მაინც, არამედ გადავახტებით თქვენის ნებართვით და დღეს არსებულ ვითარებაზე გესაუბრებით. მოკლედ, მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ატყდა და კვლავ ვიმეორებ, ვისი ბრალია, როგორ ატყდა, ვინ არის პასუხისმგებელი, ამაზე ცალსახა ვერსიაც არ არსებობს. ბევრი თქვენგანი გაიშვერს ხელს ტრამპისკენ, ბევრი თქვენგანი კაგებეშნიკი პუტინისაკენ გაიშვერს, ბევრი თქვენგანი იტყვის რომ და ასეც არის რომ კაგებეშნიკმა პუტინმა მოუწყო ეს ტრამპს, რომელმაც ბევრი რამ არ იცის ნიუანსების დონეზე, მაგრამ ტრამპმა ვერ უარყო ის რომ 28 პუნქტიანი გეგმა არსებობდაო. ბევრი თქვენგანი ვიტკოფსა და დიმიტრიევს დააბრალებს, ბევრი თქვენგანი ახალი ინფორმაციების თანახმად ინფორმაციის გამტან უმეროვზე ილაპარაკებს და მართალიც იქნება მით უფრო რომ მინიშნებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორედ ამ უკანასკნელზე ისაუბრა, რომელიც ერთი ხანობა სხვა შორის დამალული იყო და რომელიც ერთგვარად გაარეულია ერთგვარად ხაზს უსვამ იმ კორუფციულ სკანდალში, შეიძლება გარეული იყოს, მოდი ასე ვიტყვი, გადმოფარვა. მაგრამ ეს ყველაფერი კვლავ ვიმეორებ კი არ დაიწყოთ, არამედ თქვენ თავად მოიზიეთ მეთქი და მიხვევით რომელიმე ბმულს, რომელიმე ვერსიას. უთუოდ საინტერესოა დრამატულ ამბავს გაიგებთ, რაც ხდებოდა ბოლო 60 საათის განმავლობაში, მაგრამ მე აყი გითხარით, გადავახტებით თქვენის ნებართვით უკლებლივ ყველაფერს და იმაზე ვისაუბრებ ახლა, რაც ბოლო ხანებში, ბოლო
ბოლო 36 საათში 48 საათში ვითარდება და აი პირდაპირ ინფორმაციის ჩაკითხვით დავიწყებ. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟენევაში გაუშვა თავისი ჯგუფი, მარკო რუბიოა ხელმძღვანელი. და აი ცოტა ხნის წინ ამ ჯგუფმა ოფიციალური ხასუსვამ ოფიციალური ანგარიში გაავრცელა იმასთან დაკავშირებით რა ზე ილაპარაკეს ჟენევაში მხარეებმა. რუბიო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უკრაინის დელეგაცია. ევროპელებთან შეხვედრა კიდე ცალკე ამბავია, ცალკე დრამატიზმია, ცალკე უსაინტერესო ეს თემა ევროპელების მიერ შემუშავებული, ამაზეც თუ მოვახერხეთ საუბარი, შემუშავებული ვერსია სამშვიდობო გეგმისა კიდევ ცალკე ამბავია. მოკლედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალურ ანგარიშს ავრცელებს. სახელმწიფო მდივანი რუბიო, არმიის მდივანი ახალი კაცი დრისკოლი, სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი, რომელშიც ეჭვი შეგეპარება კაცს სამართლიანად, იმიტომ რომ რუსებს ნახეთ, რომ ხან მე გადავალ ამ თემას მიუბრუნდები, მაგრამ რუსები გონიერი ჭკვიანები არიან. მოდი, სულ სიტყვას, ბილდ სიტყვას არ ვიხმარ, მაგრამ და ხებზე რომ თავდება, კარგი წარმოთქვათ, ჩათლახები არიან, კაგებეშნიკები არიან, რომლებსაც აქვთ ეს უზარმაზარი ანდროპოვის სკოლა მეთქი ასე ვიტყვი, ხო? ზერჟინსკის სკოლა მეთქი თურნემოთ ასე ვიტყვი და მათ იციან ემოციებზე თამაში, მათ იციან ვის როგორ ჩაუტარონ კომბინაცია, მათ შორის ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასაც კი მათ ხავთ სასარგებლო იდიოტები მინიმუმ და შესაძლოა პირდაპირ შეკრული აგენტებიც კი ყველგან საქართველოში ყავთ ბიზნე ივანიშვილიდან დაწყებული ქართული ოცნების კარის დარაჯის გარე ბიზაშვილით დამთავრებული და ქართული ოცნების ოფისის აქ ბოლო ნაწილში ვუტრირებ ცხადია. მოკლედ ბევრი ხავთ და ამერიკაშიც კი ხავთ პირები, რომლებიც სასარგებლო იდიოტები არიან. ევროპაშიც ხავთ ასეთები და ასე შემდეგ. და მოკლედ ამ ეს აჯაფსანდალი შექმნეს სწორედაც რომ რუსებმა. სახელმწიფო მდივანი რუბიო, არმიის მდივანი დრისკოლი და სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი. ამ უკანასკნელს ბჭყალებში რა უფლება მაქვს, მაგრამ ვადანაშაულებმე ამ სასარგებლო იდიოტობაში რუსების სასარგებლოდ. კუშნერი რასაკვირველია ტრამპის ოჯახის ფართო ოჯახის წევრი. შეხვდნენ უკრაინის დელეგაციას და ამერიკელები ავრცელებენ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განაცხადებას. და ნახეთ რას ამბობს რუბიო. ავგასავად სახელმწიფო მდივანმა რუბიომ სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიტკოფმა წერია ეს ანგარიში კუშნერმა და არმიის მდივანმა დრისკოლმა უკრაინის დელეგაციასთან ფართო და შედეგზე ორიენტირებული შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანი გახლდათ პროცესში მყოფი უახლესი შეთანხმების პროექტი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელები ამბობენ ასე, არა პროექტის 1-28 პუნქტიანის, არამედ პროექტების განხილვაო 1-2-3 სულ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით 4 დრაფტი დევს, მათ შორის 1 ევროპელებისა. და ეს ყველაფერი უნდა შეჯერდეს, შეთანხმდეს, ერთ დოკუმენტად უნდა იქცეს, ერთ დოკუმენტად უნდა მომრგვალდეს. ყველა ხარობს ქართული ოცნება, აქ იგითხარით, რომ ის 28 პუნქტიანი გეგმა იყო საბოლოო და უკრაინას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და უკრაინა გასწირეს და უკრაინა განადგურდა და კიდევ უფრო განადგურდება და აღარც ომის გაგრძელება შეუძლია და აღარც ომის შეწყვეტა შეუძლია. ეს პაპუაშვილი ბანდიტის ხო სიტყვების ციტირებაა, ხო? პაპუაშვილი ბანდიტის ციტირება, რომლის მიზანი განხილვის პროცესში მყოფი უახლესი შეთანხმების პროექტების გადახედვა იყო. საუბარი გულწრფელი, დეტალური და პარტიორობისა და საერთო ბიზნესის სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. კი, ის იყო უდაძაბულესი საუბარი. მედის ცალკეული წარმომადგენლები ავრცელებენ ესე ჭორმართალს, მოდი ასე ვიტყვი, ავრცელებენ ინფორმაციის იმის თაობაზე, რომ კალამი გადატეხა უმერომა. გავრცელებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პირდაპირ მნიშვნელობით გინებების კი ისმოდა ჟენევის მოლაპარაკებებიდან. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყვირილის ხმაც კი გამოდიოდა. გაბანებოთ ამას ყველაფერს თავი. ოფიციალურ ანგარიშს დავეყდოთ, ოფიციალურ განცხადებას დავეყდოთ. აქ გულწრფელი, დეტალური და პარტნიორობისა და საერთო ბიზნესის სულისკვეთებით იყო განსჭვალული, ამბობენ ამერიკელები. უკრაინულმა დელეგაციამ დაადასტურა, რომ მათი ყველა მთავარი საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია მთელი უკრაინისა.
გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის დაცვა, არსებულის ნავიგაციის თავისუფლება, ანუ გადავფრინდეთ და გადმოფრინდეთ დახურულია მოცემულ ეტაპზე უკრაინისა, იცით თქვენ სამოქალაქო ავიაციისთვის და პოლიტიკური სუვერენიტეტია სრულად იქნა განხილული შეხვედრის განმავლობაში. ეს ყველაფერი ამერიკელებმა განიხილეს, არა მარტო განიხილეს, მე გადავახტები ამასაც და გეტყვით. არ ვიცი აქ წერია თუ არა, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ამ შეხვედრაზე განიხილეს მათ შორის კვლავ ვიმეორებ, არ ვიცი წერია თუ არა. განიხილეს მათ შორის ამერიკელების მხრიდან ტომოჰავკების გადაცემის საკითხიც, რომ უკრაინამ თავად შესძლოს უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს ასეც. ტომოჰავკები მიიღოს და თუ რუსეთი დაესხმება თავს კიდევ დამატებით, ტომოჰავკებით დაიცვას თავი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ნახეთ რა საინტერესო რამეს ვამბობ, თუ რუსები გაჭედავენ და იტყვიან, რომ ევროპელთა ჯარი არ უნდა იყოს არც უკრაინაში და არც უკრაინის სიახლოვეს ნატოს ჯარი. და არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას როგორც ასეც. მე რომ მკითხოთ, წინასწარ გეტყვით, რომ პუტინი არანაირ შეთანხმებას არ მოაწერს ხელს. პუტინის მოედანზეა გადაგდებული ბურთი. აი ამ პინგ-პონგში ახლა პუტინს აქვს საპასუხო, იმიტომ რომ უკრაინელებმა და ამერიკელებმა და ევროპელებმაც პრინციპში დიდო სტატურად ითამაშეს ამ ურთულეს ვითარებაში. მაგრამ მოდი მაინც დავუბრუნდეთ ამ თემას და ვთქვათ, რომ რა ითქვა, როგორ ითქვა და რატომ ითქვა. და ტომოჰავკების საკითხი არის თუ არა ჩაწერილი ამ ოფიციალურ განაცხადში, არ ვიცი, და ეხლა ჩავიკითხავთ ერთად მე და თქვენ, მაგრამ ის კი ჩაწერილია, რომ განხილული შეხვედრის განმავლობაში იყო ლაპარაკი ეკონომიკურ განვითარებაზე, ინფრასტრუქტურის დაცვაზე, ნავიგაციის თავისუფლებაზე და პოლიტიკურ სრულ სუვერენიტეტზე, როგორც ასეც. განხილული სრულად იქნა შეხვედრის განმავლობაში ეს ყველაფერი, მათ მადლიერება ან უკრაინელებმა გამოხატეს იმ სტრატეგიული მიდგომისათვის, რომლის მიხედვითაც მათ მიერ წარმოებული შენიშვნები შეთანხმების თითოეულ კომპონენტში იქნა ადეკვატურად ასახული. ანუ 28 პუნქტიანი ის გეგმა, რომელმაც როგორც გაჟონა, ისე გაჟონა და აღარ ვილაპარაკოთ ამ თემაზე, დაიწყეს მუხლობრივად განხილვა. სხვადასხვა რუბიომ უკვე გუშინ ჯერ კიდევ გუშინ დაადასტურა, რომ ესეთი ნაყოფიერი შეხვედრა ჩვენ არ გქონიაო. ერმაკმა თქვა, რომ ასეთი ნაყოფიერი შეხვედრა ჩვენ არ გქონიაო. დიახ, თებერვლიდან, იანვრიდან დაწყებულია ეს პროცესი, რა არ გაიარა ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებმა, სად არ დაუშვეს შეცდომა ზელენსკიმ, ან არ დაუშვას და ტრამპმა სად არ დაუშვა და არ დაუშვა, იყო ვაშინგტონის შეხვედრა, კატასტროფული იყო, საუკეთესო შეხვედრა, ჯერაც ასე მგონია, ვატიკანში, პეტრეს ტაძარში იყო, სხვა შეხვედრებიც, იყო დაძაბულობები, ბევრი აღმართი გაიარა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ ესეთი ნაყოფიერი შეხვედრა, იმიტომ რომ 28 პუნქტი, ბაზისი რაც არის, ის განვიხილეთ პუნქტ-პუნქტო. და თითოეულ კომპონენტში იქნა ადეკვატურად ასახული და მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ოფიციალური განცხადების შემდეგი ნაწილი. უკრაინის წარმომადგენლები მაღლისეს, რომ დღეს წარმოდგენილი შესწორებებისა და დაზუსტებების საფუძველზე არსებული პროექტი ასახავს მათ ეროვნულ ინტერესებს. ვიმეორებ, ქართული ოცნების მესვე ურთათვის გულისხმობ ვიმეორებ. 28 პუნქტიანი კი არა. პირველადი რაც იყო და რამაც გაჟონა აგენტურის მეტწილად, მათ შორის უკრაინაში ბუდებული რუსული აგენტურის ან გავლენის აგენტების წყალობით ნუმერობს გაანთავისუფლებს. მე დარწმუნებული ვარ, ზელენსკი უახლოეს ხანებში, ერთ თვეში არ ვიცი. ხო, მრავალი მიზეზის გამო, მრავალი საფუძველია უკვე ამისთვის. მაგრამ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ და რა ასე შემდეგ იმან გაჟონა და იმ 28 პუნქტმა და ამის გამო ატეხა პაპუაშვილმა და არა მხოლოდ ჟივილ-ხივილი ტროლებმა, ბოტებმა, ექსპერტებმა და ასე შემდეგ უკრაინას დაერხაო. ბოლო ვარიანტი, რომელსაც რუსეთი არ მოაწერს ხელს. არც იმას არ მოაწერდა, მაგრამ ამას მით უმეტეს არ მოაწერს ხელს, არის ადეკვატური და უკრაინის ინტერესებისთვის სასარგებლო. კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო შემდეგი პოზიცია, ჩემი პოზიცია წინა 28 პუნქტიან შეთანხმებასთან დაკავშირებით. თუ უკრაინა ბევრს აღიზიანებს ეს სიტყვა, როგორც სახელმწიფო გადარჩება, ნებისმიერი რამ, რაც მისი გადარჩენის და ეს არის ეგზისტენციური ყოფნა არ ყოფნის ომი, უკრაინის სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნის ომი. თუ უკრაინა როგორც სახელმწიფო გადარჩება და ის რა საკვირველია გადარჩება, ეს გადარჩენა, ეს შედეგი უნდა იყოს ადეკვატურად დაფასებული, აღქმული და შეფასებული. გადარჩენილი უკრაინა, ან მოდი სხვაგვარად ვიტყვი, უკრაინის გადარჩენა როგორც ასეთი არის უკრაინის
სწყინთ ამ ზმნას რო წარმოთქვამ ხოლმე, მაგრამ გამარჯვება. ასაკვირველია დანაკარგებით გამარჯვება, ადამიანური ტრაგედიები, ის 300-400 მსხვერპლი, რაც გაიღო უკვე უკრაინამ ოფიციალური სტატისტიკით ნაკლები, მაგრამ თქვათ 300,000, რაც გაიღო უკრაინამ ამ ომში გამარჯვებისათვის დღეს რო დასრულდეს, არის უზარმაზარი ტრაგედია, განადგურებული ინფრასტრუქტურა, განადგურებული ქალაქები და ასე შემდეგ, განადგურებული ბავშვები, 30,000 რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვი, სხვა თუ არაფერი მინიმუმ, რომლებსაც არ აბრუნებს რუსეთი. მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი არის რუსეთი როგორც თავდამსხმელი და არა უკრაინა როგორც მსხვერპლი. საერთოდ მსხვერპლის დანაშაულება ბოროტი ქართული ოცნების და მისი ტროლებისა და ექსპერტების მიერ არის არანაკლები ბოროტება, ვიდრე თავდამსხმელის მიერ ჩადენილი დანაშაულები და ბოროტება. განვაგრძოთ. უკრაინის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღეს წარმოდგენილი შესწორებებისა და დაზუსტებების საფუძველზე არსებული პროექტი ასახავს მათ ეროვნულ ინტერესებს და უზრუნველყოფს როგორც ახლო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების დაცვაზე მიმართული სანდო და შესრულებადი მექანიზმების შექმნას. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაძლიერებული უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურაზე და გაძლიერებული უსაფრთხოების გარანტია როგორი იქნება, ამას ვნახავთ. აგრეთვე აგრესიის პრევენციის, ანუ აღარ დაესხმება თავს, ენერგოუსაფრთხოების, პირველ რიგში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეხება და აღდგენითი პროცესების, ანუ რეპარაციებს და თანხას შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლებიც არსებითად პასუხობს უკრაინის სტრატეგიულ ინტერესებს. დამშვიდდით პაპუაშვილს მივმართავ. დამშვიდდით თუ უკვე ცუთხასიათზე ხართ, რომ რუსეთი ვერ იმარჯვებს. მე მგონი ცუთხასიათზე დგებით ნელ-ნელა ქართულ ოცნებაში. შესაძლოა ეგ რა მაგის პასუხია მიზეზთა გამო, კგბ-შნიკი, პუტინის კომბინაციების გამო ორ კვირაში პირობითად ან ერთ თვეში ვითარება კიდევ დროებით შეიცვალოს, მაგრამ უკრაინას როგორც სახელმწიფოს არავინ გასწირავს ასე გინდათ თქვენ, რომ დასავლეთი ჩაითვალოს სივრცედ, რომელმაც მიატოვა უკრაინა და ასე არ მოხდება. იმიტომ რომ დასავლეთი ესეთი ამბივალენტური, ესეთი სუსტი, ესეთი გაორებული ხშირ შემთხვევაში, ესეთი იმგვარი, როგორც ჩვენ არ გვახსოვს და არ მოგწონს, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ დასავლეთი არის დასავლეთი, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც ერთგულია ძირეული ღირებულებებისა, თავისუფლებისა, ადამიანის უფლებებისა, დემოკრატიისა, უსაფრთხოებისა, მათივე ინტერესის განვრცობისა, გაგრძელებისა და ასე შემდეგ. ტყვილა ხარობთ მეთქი პაპუაშვილიდან არა, ივანიშვილიდან დაწყებული, დიმიტრი სამხარაძით დამთავრებული უკლები ყველანი ამ უკანასკნელმა, ანუ სამხარაძემ ახლა იყვირეთ სლავა უკრაინეო. ვიყვირებთ კი არა, 5-ჯერ მაგრა ვიყვირებთ, სწორედ იმის გამო, რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო არ მარცხდება თქვენი სურვილის მიუხედავად. სახელმწიფო მდივარმა მარკო რუბიომ და მისმა გუნდმა კვლავ აღნიშნეს, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ვალდებულება უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი. რა თუნდა? რატომ იტყვის ამას რუბიო ტრამპთან შეთანხმების გარეშე? ტრამპთან რომ გადათანხმდა და ახლა ინსინუაციები არ დავიწყოთ, მანამდე რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, იმიტომ წარმოთქვა რუბიომ ეს წინადადება. იმიტომ ჩაიწერა ოფიციალურ ანგარიშზე ეს დოკუმენტი ჩემამდე სანამ მოვიდა, მანამდე მივიდა ტრამპის ოვალურ კაბინეტში და დაიდო მის მაგიდას და ტრამპმა დახედა და თქვა, დიახ, ეს არის ის რისი თქმაც გივინდოდა ამ ხნის განმავლობაში. უსაფრთხოება და მომავალი კეთილდღეობა ძალიან საინტერესო ასპექტია, კვლავ რჩება მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ცენტრში, მათ ხაზგასმით აღნიშნეს ანუ მხარეებმა. ეს არის ამერიკელთა განცხადება, ვინც გვიან შემომიერთით ან ახლა დაიწყეთ ყურება. ამერიკელთა განცხადებაა ჟენევაში ჩატარებული მოლაპარაკებების ანგარიშია რეალურად. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს სამუშაო ემყარება პრეზიდენტ ტრამპის მიზანს დაასრულოს ომი მას პრეზიდენტ ტრამპს გარდაუვლად სჭირდება ომის დასრულება. ინსინუაციები იმის თაობაზე, რომ სჭირდება იმიტომ, რომ ნობელის პრემია აიღოს, ან იმიტომ, რომ რიგით მეცხრე თუ მეათე შეთანხმების ავტორი იყოს, სამშვიდობო შეთანხმების დაასრულოს მეცხრე თუ მეათე ომი მსოფლიოში. ეს ყველაფერი გავიგეთ. გასაგებია. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ სჭირდება?
ეს ყველაფერი თავისუფალი ვარიაციებია. მეც მგონია რომ ნობელის პრემია უნდა. მე ვწდები შესაძლოა. 25 იანვრამდე იღებს ნობელის კომიტეტი მშვიდობის დარგში ლაურეატების კი არა ნომინანტების გვარსახელებს და ხო 25 იანვრამდე უნდა დაასრულოს და რა ამერე ცუდია ნობელის პრემია ჩვენ შევ დარჩეს ობამას თუ ეკუთვნოდა ამას რატო არ ეკუთვნის ამ ლოგიკიდან გამომდინარე თუ დაასრულებს დასაკვირველია ომს მაგრამ ეს არ არის თავარი არის ის რომ კვლავ რჩება მიმდინარე დიპლომატიური პროცესის ცენტრში მათ ხაზგასმით აღნიშნეს რომ ეს სამუშაო ემყარება პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას დაასრულოს ომი რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა უკვე შეიწირა მართლა დედასტირებიათ რუსებს მეც ვიტყვი ამას 10-დან 10 ჯერ მაგრამ რუსი დედისათვის ტიჟივაიშო მაია სტარუშკასთვის ხო ესენი ლექსი გამახსენდა ხო ის მომაწერი ქვია არ მგონია რომ გენიალური ლექსია გულახდილად გეტყვით მაგრამ რუსული პოეზიისთვის საკმაოდ კარგი ლექსია ხო თან სერგეი ესენის დაწერილი კარგი პოეტი რუსებისთვის კარგი პოეტი იყო ის არ არის სოფლიო მასშტაბის პოეტი ჩემი აზრით მაგრამ ხო ისინი ხო შვილებს კარგავენ მათი შვილების 98% ბასიაკია დასაკვირველია მაგრამ შვილია და ტრამპისთვის ეს იმიტომ კი ტრამპი ჰუმანურობის განსახიერებაა და ადამიანების სიცოცხლეს უფრთხილდება და ასე შემდეგ მაგრამ ამბობს ეს კაცი რომ 1500 თუ 1200 კაცი კვდება დღეში ხალხო კატასტროფაა მართლა ტრაგედიაა მართლა ასეც შეხედეთ და დავასრულებ ამბობსო და უნდა რომ დაასრულოს რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა თავიდან აიცილოს ტრამპს დამატებითი მსხვერპლი კიცე და რეალიზებადი მშვიდობის გზით, ოღონდ მტკიცე და რეალიზებად მშვიდობას სჭირდება ორივე მხარის თანხმობა, შეუძლებელია ქორწინება, არასდროს თქვა, მაგრამ ერთ წუთს ასე ვიტყვი, ნაბიჯების გადადგმა ერთმანეთისკენ თუ რომელიმე ერთი მხარე ზურგს აქცევს ამ პროცესს. ქორწინება ალბათ მაინც ზედმეტი იქნებოდა ამ სიტყვის წარმოთქმა, მაგრამ თუ რომელიმე ერთი მხარე ზურგს აქცევს პროცესს და რუსეთი აქცევს პროცესს, რუსეთს უნდა სისხლი, რუსეთის უფრო ეზიზღება თავისი შვილები თავისი სალდატები ვიდრე პუტინს უფრო ეზიზღება ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს მეთქი ასე ვიტყვი ტრამპი ბევრად ქრისტიანია ვიდრე ბევრად მართლმადიდებელია მეთქი ასე ვიტყვი ბევრად ჰუმანურია ვიდრე ეს დედასაიმას ქნებელი პუტინი ასე უნდა ვთქვათ ეხლა კიდევ ვაგრძელებ გაცხადებას ორივე მხარე მიესალმა მიღწეულ სტაბილურ პროგრესს და შეთანხმდნენ რომ კონსულტაციები გაგრძელდება 27-ში არაფერს არ მოეწერება ხელი აქვე ვიტყვი რადგან შეთანხმების ტექსტი საბოლოო დაზუსტების ეტაპზე გადადის. აი ამ დაზუსტების ეტაპზე შეიძლება ჩაიწეროს უსაფრთხოების გარანტიების ნაწილში ქვეთავში მოხალკები, ევროპული ჯარის გააძლიერება, ნატოს ჯარის გაძლიერება ევროპაში, უკრაინის სუვერენიტეტი რომ არ აღიარებენ არავითარ დონბას, რომ არ ითხოვენ უკრაინისაგან რომ შემცირდეს 600,000-მდე უკრაინის ჯარის რიცხოვნობა არ აღიარებენ ოკუპაციას როგორც ასეც და ასე შემდეგ ეს ყველაფერი თუ ჩაიწერა ევროპელებს კიდე ცალკე ვარიანტი აქვს ეს ყველაფერი შესათანხმებელ შესაძლებელია ეს ყველაფერი თუ ჩაიწერა და მე პასუხისმგებელიც გამოიკვეთა ამერიკელების მხრიდან ვიტკოფი რომელსაც ჩაუტარა დიმიტრიევმა კომბინაცია უკრაინელების მხრიდან უმეროვი რომელსაც ჩაუტარა თავის მხრივ ალბათ მაინც სწორედ რომ დიმიტრიევმა კომბინაცია ან რუსეთმა გარკვეულწილად და ასე შემდეგ იმ წინა 28 პუნქტიანთან მიმართებაში მე უკვე ჩაიფუშებით საბოლოოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები ბოლო წინადადებას წარმოთქვა შეხვედრა დასრულდა საერთო გაგებით რომ დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და მხარებს მომავალში კვლავ ერთად მოუწევთ მუშაობა რათა მიღწეულ იქნეს წყობის მომცველი და მდგრადი მშვიდობა აკიგით ხარეთ თუ არ გითხოვს არ მახსოვს რუბიომ ცალკე და ერმაკმა ცალკე თქვეს რომ აი ამ 10 თვიან, 11 თვიან, 12 თვიან პრაქტიკულად პროცესში, 11 თვიან პროცესში ესეთი ნაყოფიერი დღე არ ყოფილა ჩვენს ურთიერთობებშიო, მართლაც აღმართიდან დაღმართისკენ მიდიოდა ურთიერთობები, ივაკებდა ხანდახან ურთიერთობები, საშინელებებიც ახსოვს ამერიკა უკრაინის ურთიერთობების საშინელი დღეებიც ოვალურ კაბინეტში მომხდარი ვის არ ახსოვს, ახსოვს არაჩვეულებრივი შეხვედრა ვატიკანში პეტრეს ტაძარში და ეს კი ყველაზე კარგ შედეგიან შეხვედრად შეაფასა მარკო რუბიომ ჩემი აზრით არ მინდა თქვა ერთადერთმა პრაქტიკულად დახვეწილმა პოლიტიკოსმა მეთქი ამერიკის ადმინისტრაციაში მაგრამ უაღრესად დახვეწილმა პოლიტიკოსმა რუბიო რომ არ ყავდეს მთელ სამყაროს მინისის იქნება უარეს დღეში აღმოჩნდებოდით მეთქი ამასობაში ევროპელები ხშირად საკრიტიკოები აქვე ვიტყვი იმიტომ რომ ვერ გამოვიდნენ ამ მერკელიადიდან რომლების ხშირ შემთხვევაში ამერიკელები გადატყვიან ბაქიბუქობენ უფრო და
პრაქტიკულ საქმეზე არ გადადიან, მაგრამ გადადიან კიდეც ნელ-ნელა უჭირთ, მაგრამ გადადიან. ამასობაში ევროპელები ამბობენ, რომ რის J7-ში დაბრუნება რუსეთისა რასის სიგიჟეა მერცი ასე მაგალითად და ასე შემდეგ, ხო? 27 ნოემბერს არ მოეწერება ხელი მეთქი. ხო, და ეხლა გეტყვი, ძირითადი პუნქტები, ეხლა უკვე უკრაინის ერთ-ერთი მედია საშუალება ავრცელებს ძირითადი პუნქტები. ის ხო წავიკითხე ამერიკელების განცხადება ოფიციალური ხასუსვამ, რა ხდება, რა მოხდა ჟენევაში. ეხლა ის ჯერ ოფიციალურად დასტურებული არ არის, მაგრამ აი უკრაინული მედია და სხვა მედიებიც ავრცელებენ, რა იქნება ძირითადი პუნქტები იმ შეთანხმებაში, რომელიც ჟენევაში შედგა, რომელზეც ჟენევაში მუშაობდნენ და მუშაობენ ახლა. დოკუმენტის ძირითადი ნორმები შეთანხმებულია, კვლავ ვიმეორებ, შალვა პაპუაშვილს უნდა უთხრათ, ხოლო სადავო პუნქტები დარეგულირდება. მიღწეულია პროგრესი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის შეერაღებული ძალების ზომა, ანუ აღარავინ აღარ მოითხოვს 600,000-მდე შემცირებას უკრაინის შეერაღებული ძალებისა. ქართული ოცნების, რუსული ოცნების, ქართული ოცნების რუსული ფრთის, ანუ ერთ-ფთა, ხო ქართული ოცნება, მოკლედ გამობიძინებულებს მეუბნები. არ შეამცირებენ უკრაინის შეერაღებულ ძალებს. ომი უნდა ევროპას? არა. არ უნდა რასაკვირველია. ომი უნდა უკრაინას? არა, რასაკვირველია არ უნდა. ომი უნდა შეერთებულ შტატებს? არა, რასაკვირველია არ უნდა. ომის პარტია არის რუსეთი და ომის პარტიის ფილიალი ხართ თქვენ. ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან დაკავშირებით, ტყვეთა გაცვლის ფორმატთან დაკავშირებით კვლავ ვიმეორებ, ეს არის შეთანხმებული ვარიანტი და ევროპელების ვარიანტი ვერსია კიდევ სხვა არის, მაგრამ რუსებში ამაზე არ მოაწერს ხელს, მაგრამ ეს არის ძირითადი ის მუხლები, რომლებიც წარედგინება როგორც ერთობლივი დოკუმენტი რუსეთს და პუტინი ისევ ბიზნეს პუტინი ისევ და ისევ გაგიჟდება ამ ეს ვერსიის თანახმად ტერიტორიებთან დაკავშირებული და უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი გარანტიებთან დაკავშირებული აქტები კვლავ უკრაინა ამერიკის პრეზიდენტებს შორის შესათანხმებელი იქნება. შეიძლება თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის შეხვედრა მორიგი ტრამპთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაღალი ალბათობით მაინც კი და ამ კვირაში თუ არა იმ კვირაში მაინც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი არის მოთხოვნა უკრაინული ჯარების დონეცკის ოლქიდან გაყვანის შესახებ, რაზეც კატეგორიულ უარს აცხადებს გოჩსაც არ დავთმობ მე ჩემი ტერიტორიისაო ამბობს ოფიციალური ზელენსკის მთავრობა ოფიციალური კიევი. ეხლა ქართული ოცნება რა შუაში ამ ყველაფერთან და როგორი ამბავია იცით ესენი ხომ ქართული ოცნება მოუწოდებს ირიბად ამ ზელენსკის მთავრობას, რომელსაც ვერ იტანს დათმეთ დონბასი, ის რუსეთი არისო ამასაც ამბობენ ერთის მხრივ, მაგრამ თუ ვერ ამბობენ მიანიშნებენ ამისაკენ დადღირს მისისთვის ბრძოლა. ეს ისეთი ვარიანტია, აი ხვალ რომ სამეგრელოს რომელიმე სოფელი წაიღოს რუსეთმა ღმერთმა არქნას და ესენი ამბობენ რომ ოღონდ არ იყოს ომი, ესენი იტყვიან ეს ოღონდ არ იყოს ომი და წაიღოს. მერე ვერ გაუგიათ ამ ბანდიტებს ქართული ოცნებიდან რომ თუ წაიღებს ერთ სოფელს აუცილებლად წაიღებს მეორეს, თუ წაიღებს მეორეს აუცილებლად წაიღებს მესამეს და ასე იზრდის თუ ასე ზრდის საკუთარ ტერიტორიებს უკვე საუკუნეებია ეს დედასაიმასქნებელი ქვეყანა პროექტის თანახმად, ისე ტრამპისა და ზელენსკის თაობაზე გითხარით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ ორი დოკუმენტი შესთავაზა უკრაინას, სამი ძირითადი პუნქტი. თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს შეტევას, შეერთებულ შტატების პრეზიდენტს ექნება უფლება განათავსოს ამერიკის ჯარები უკრაინაში. მე არ მგონია რომ ეს რეალისტურია, ბარემ გეტყვით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგიდაზე ესე ძდევს დატო საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან და პოლონეთთან და ფინეთთან ერთად იღებს ვალდებულებას იმოქმედოს შეერთებულ შტატებთან სინქრონში. ეს ისედაც ასე იყო. გარანტიების ვადა შეადგენს 10 წელი იქნება. მე თქვენი ზნებართვით 29 წუთის მიწურულს აღარ ჩაგიკითხავთ ევროპელთა ვარიანტს, აღარ ჩაგიკითხავთ ნიუ-იორკ ტაიმსი რას იმუწყება ვაშინგტონში ზელენსკის ჩასვლასთან დაკავშირებით, აღარ ჩაგიკითხავთ გაგიჟებული დიმიტრიევის კომენტარს პირველს, ზელენსკის კომენტარს მაღალი ალბათობით უმეროვთან დაკავშირებით, ფრიად გაბრაზებულები არიან კიევში იმის გამო, რომ მაღალი ალბათობით სწორედ უმეროვმა გააბაზრა უკაცრავად სიტყვისთვის 28 პუნქტიანი ის გეგმა, რომელიც მიუღებელი იყო და არა მარტო გააბაზრა, ერთია რომ გააბაზრა, მეორეა რომ თითქოს მის ძირითად პუნქტებს დაეთანხმა კიდეც კიევთან შეთანხმების გარეშე. აღარ ჩაგიკითხავთ მარკო რუბიო ერთ ძალიან საინტერესო კომენტარს, რომელიც
პროდუქტიულობასაც ეხება ამ შეხვედრისა, ჟენევის შეხვედრისა და ასე შემდეგ. ამ ზელენსკიზე აღარ ვისაუბრებ, ბევრ რამეზე ევროპელთა და ამერიკელთა შეხვედრაზე არ ვისაუბრებ, ამ ევროპელთა შეხვედრაზე ცალკე არ ვისაუბრებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩავიკითხავ ზელენსკის ერთ წინააღმდეგობას, მნიშვნელოვანი არ დავივიწყოთ მთავარი მიზეზი, შევაჩეროთ რუსეთის ომი და ხელი შევუწყოთ მის შეუშალოთ მის ხელახლა გაჩაღებას მომავალში. ამისთვის კი მშვიდობა სამართლიანი უნდა იყოს. ქართული ოცნება, ისევე როგორც რუსეთი, უსამართლო მშვიდობაზეც კი არის თანახმა, ოღონდაც კი ეს მშვიდობა იყოს როგორც ჭკვას უსწრებს, ხგონიათ, რომ თუ სამართლო მშვიდობა დამყარდება, თუნდაც უსამართლო მშვიდობა დამყარდება, ეს იქნება სამუდამო ან გრძელვადიანი. რეალურად ყველა უსამართლო მშვიდობა ახალი ომების დაწყების, ახალი სისხლის ღრუის დაწყების საფუძველია. ყველა უსამართლო მშვიდობა განაპირობებს კონფლიქტის ახალ კერებს იმ ქვეყანაშიც, რომელშიც დამყარდა ეს უსამართლო მშვიდობა და იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ამ სხვა ქვეყნის მაგალითზე იმოქმედებენ სამომავლოდ. მარტივად რომ ვილაპარაკოთ, თუ რუსეთს გაუვიდა ის, რაც მან ჩაიდინა, თუ რუსეთს ეს ყველაფერი გაუვიდა, არა თუ სხვაგან ნაკლებად განვითარებულ სივრცეებში, არამედ ევროპაშიც კი იფეთქებს კონფლიქტის ახალი კერები და ბოლო წინადადება ამ კონტექსტში მე მაინც მგონია, რომ ჩვენ მთელი მსოფლიო, არა საქართველოს პაპუაშვილი ვინ ეკითხება ჭკვას უსტს. ამას ვინ ეკითხება ჭკვას უსტს, ივანიშვილს ვინ ეკითხება ჭკვას უსტს და აგენტ ქართულ ოცნებას, აგენტურას რუსეთისა, მთელი მსოფლიო ნელ-ნელა მიდის მაინც მიექანება მესამე მსოფლიო ომისაკენ, რომელიც ძალიან მძიმე იქნება და მთელი მსოფლიო ახლა ორიენტი, პირველ ყოვლისა საკვირველია შეერთებული შტატები, რომ ეს იქნება ან პრევენციულად დაბლოკოს, ანუ არ მოხდეს ეს მსოფლიო მესამე ომი, ან გადავადდეს, ან უკეთ იყოს მომზადებული თავად, რომ ბოროტების ღერძებს ჩინეთსა და რუსეთს სათანადოდ და ადეკვატურად გაუმკლავდეს. ნახვამდის.